2025 წლის 18 მაისს რუმინეთში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, სადაც რუმინელებს უნდა აერჩიათ პრეზიდენტი. ამ არჩევნებში გაიმარჯვა ჯორჯ სიმიონმა. იმისთვის, რომ გავიაზროთ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების გარშემო შედეგები, აუცილებელია გავიხსენოთ 2024 წელს დატრიალებული ამბები. პირველი ეს არის 2024 წლის 6-9 ივნისს ევროპარლამენტის არჩევნები, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ სკანდალამდე არსებული სიტუაციის გასაცნობად. რუმინული პოლიტიკის ორმა მთავარმა პარტიამ, სოციალ-დემოკრატებისა და ნაციონალ-ლიბერალების გაერთიანებულმა ალიანსმა მიიღო 48.5% ხმების, რაც წინა არჩევნების მსგავსი შედეგია, მხოლოდ პარტია გაერთიანებული რუმინეთის ალიანსმა გაიუმჯობესა თავისი შედეგები და მიიღო 15%, რაც სხვა მემარჯვენე პარტიების ხარჯზე გახდა შესაძლებელი. სწორედ ამიტომაც რუმინეთში შემოდგომა შედარებით მშვიდი პოლიტიკური ვითარება იყო. ამ არჩევნების შედეგების ანალიზით მტკიცდება, რომ რუმინეთში რადიკალური მემარჯვენე ფრთის პოპულარობის ზრდადობა გამოწვეულია 2024 წლის 24 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ დატრიალებული ამბებით. 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა დამოუკიდებელმა კანდიდატმა კელინ ჯორჯესკომ. 24 ნოემბრის არჩევნებს ახასიათებს ერთი უცნაური ფაქტი. მეორე ტურში გადასული ორივე პიროვნება პოპულიზმის პროდუქტია, მაშინ როდესაც ტრადიციული პარტიების კანდიდატებმა ვერ გაინახეს ადგილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. ეს ამ ორი პარტიის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო მათი არსებობის ისტორიაში, ამიტომაც გასაკვირი არც არის, რომ სოციალ-დემოკრატების პარტიის ლიდერი მარკელ კიოლაკუ გადადგა ლიდერობის თანამდებობიდან, მასთან მიყვა ლიბერალური პარტიის ლიდერი ნიკოლაი კიუკაც. მალევე ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ჯორჯესკუს გასაოცარი წარმატება და ამ წარმატების მიზეზები, ვინაიდან მას მხოლოდ 5% უჭერდა მხარს ყველა გამოკითხვის მიხედვით. ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთმა რუმინულმა ტელეკომპანიამ ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ ათასობით მოხალისეს ტელეგრამის მეშვეობით გადაეცემოდა წინასწარ დაწერილი ტექსტი, რომელსაც ეს მოხალისეები აკომენტარებდნენ და ხელს უწყობდნენ ჯორჯესკუს TikTok ვიდეოების გაბიარებას. ფაქტობრივად აშკარა გახდა რუსული ბოტების ქარხნის ქსელი, რომელიც მუშაობდა ჯორჯესკუს ხარდაჭერად TikTok-ის გამოყენებით. სწორედ ამ ინფორმაციის და ზოგადად რუმინულ საზოგადოებაში არსებულ ეჭვებზე დაყრდნობით 27 ნოემბერს რუმინეთის უმაღლეს სასამართლოში შევიდა მოთხოვნა პირველი ტურის არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ, რასაც თან სდევდა სახალხო გამოსვლები ჯორჯესკუს წინააღმდეგ. უმაღლესმა სასამართლომ 28 ნოემბერს გასცა ბრძანება თავიდან დაეთვალათ პირველი ტურის ხმები, ხოლო 2 დეკემბერს დაამტკიცა შედეგები, რომლის მიხედვითაც ელენასა და ჯორჯესკუს უნდა მიეღოთ მონაწილეობა მეორე ტურში 8 დეკემბერს. თუმცა ყველაფერი ყირაზე დადგა 6 დეკემბერს, როდესაც გადაჯაროვდა რუმინეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ჯორჯესკუმ მისი წინასაარჩევნო კამპანიისთვის მიიღო მილიონი. საზოგადოება მოიცვა მასობრივმა უკმაყოფილებამ მიღებული განაცხადების მიმართ. ეს ყველაფერი კარგად გამოჩნდა იმით, რომ დეკემბრიდან მოყოლებული ხშირია უმაღლესი სასამართლოს ამ განაცხადების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები, რომელსაც უკვე მხარს უჭერდა თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია. ამ ყველაფერს კარგად ახასიათებს ყოფილი ნაციონალ-ლიბერალური პარტიის ლიდერის სიტყვები. ეს არ არის მხოლოდ ჯორჯესკუზე ან მის ზოგად რიტორიკაზე, არამედ საზოგადოების რწმენაზე დემოკრატიის სამართლიანობასა და საიმედოობაში. ამას ასევე ადასტურებს 1 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, სადაც სოციალ-დემოკრატებმა და ნაციონალ-ლიბერალებმა პარლამენტში ჯამში მხოლოდ 135 ადგილი დაიკავეს. ასევე 10 ადგილი დაკარგა ლიბერალურმა და პროევროპულმა გადაარჩინე რუმინეთის პარტიამ. ამ არეულობიდან მშრალად გამოძვრა უნგრელთა დემოკრატიული პარტია რუმინეთში, რომელმაც დამატებით 1 ადგილი დაიკავა, ხოლო მოგებულები დარჩნენ მემარჯვენე პარტიები. მათ შორის გამორჩეულია გაერთიანებული რუმინეთის ალიანსი ჯორჯ სიმიონის ხელმძღვანელობით, რომელმაც 63 ადგილი დაიკავა და მისი მდგომარეობა 30 ადგილით გაიუმჯობესა. ასევე 28 ადგილი დაიკავა ახლად შექმნილმა უშვენე რუმინეთის პარტიამ, ხოლო 24 ადგილი ახალგაზრდათა პარტიამ. 1 დეკემბრის არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა ჭრელი პროევროპული კოალიცია, მაშასადამე ოპოზიცია მემარჯვენე გაერთიანებული რუმინეთის ალიანსის თაოსნობით ჩამოყალიბდა. 2024 წელს დაფიქსირდა ორი მთავარი პარტიის ჯამური ხმების პროცენტულობის ყველაზე დაბალი რაოდენობა საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს ყველაფერი არ უნდა ჩაითვალოს მხოლოდ არჩევნების შედეგების გაუქმების რეაქციად. ამის გარდა გასათვალისწინებელია, რომ პოსტ-პანდემიურ რუმინეთში საკმაოდ მაღალია ინფლაციის დონე,
ასევე სოციალ-დემოკრატების გარშემო კორუფციის სკანდალებიც ხშირი იყო წინა წლებში. შეიძლება ითქვას, რომ ორი მთავარი პარტიის გამუდმებით მთავრობაში ყოფნამაც გააჩნდა არადემოკრატიულობის გრძნობა რუმინელებში, რომლებსაც სურთ ისეთი მულტიპარტიული სისტემის ჩამოყალიბება, სადაც არჩევანი მხოლოდ სოციალისტებსა და ლიბერალებს შორის არ იქნება. 2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნებსაც არ ჩაუვლია სკანდალების გარეშე. დაიბლოკა ორი პრეზიდენტობის კანდიდატი. პირველი ეს არის ჯორჯესკუ, რომელიც წინა წლის ეპიცენტრში იყო, ხოლო მეორე ეს არის უშვილე რუმინეთის პარტიის წარმომადგენელი დიანა ივანოვიჩ-შოშოვასა. დასახელებული კანდიდატი გამოირჩევა ღრმა რუსული მხარაჯერითა და ანტიევროპული პოლიტიკით. ამ ყველაფერმა კარგად იმოქმედა გაერთიანებული რუმინეთის ალიანსის ლიდერის სიმეონისთვის, რომელიც შედარებით ზომიერ პოზიციას იჭერს, დასახელებული კანდიდატებისგან განსხვავებით. ამიტომაც მან პირველ ტურში ხმების 40%-ის აღებაც შეძლო. სიმეონი საკმაოდ საინტერესო პიროვნებაა რუმინულ პოლიტიკაში. მთელი მისი კარიერის განმავლობაში გამოდიოდა მოლდოვასთან გაერთიანების იდეით. ზუსტად ამ იდეის გარშემო ხშირად აწყობდა მარშებს მოლდოვაშიც, რის გამოც მან საგზავნილი აქვს იქ ჩასვლა. იგი ხშირად ლაპარაკობდა ნატოსა და ევროკავშირის წინააღმდეგ, თუმცა არჩევნების წინ თავი წარმოაჩინა როგორც ერთადერთ კანდიდატად, რომელსაც შეეძლო დაეტოვებინა ამერიკელი ჯარისკაცები რუმინეთში, უსაფრთხოების მიზნით, რასაც ამერიკაში რესპუბლიკური მთავრობის მიმართ იდეოლოგიური მსგავსებით ასაბუთებდა. მას ასევე სურს სრულად შეწყვიტოს უკრაინის მიმართ სამხედრო დახმარება, თუმცა ამბობს, რომ არც რუსები მოსწონს და ორივე ერს რუმინელებისთვის ბევრი ცუდი აქვს დაშავებული. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ 2025 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, მხოლოდ რუმინელების 20% უჭერს მხარდაჭერას უკრაინაში სამხედრო დახმარებას. გარდა ამისა, საკმაოდ პოპულარულია რუმინულ დიასპორაში. წინა საარჩევნოდ შეარბილა პოლიტიკა რუმინეთში მცხოვრებ უნგრელებსა და სხვა უმცირესობებზე. ასევე შეხვდა ისრაელის ელჩს, რათა გაეფანტა ანტისემიტიზმის ბრალდებები. ეს ყველაფერი რასაკვირველია არჩევნების წინ ხმების მოზიდვის პოლიტიკაა. ასევე საკმაოდ კარგად ლაპარაკობს ორბანზე, რითიც რუმინეთში მცხოვრები უნგრელების ხმების მოზიდვა სურს. მთელი კოვიდ პანდემია ეწინააღმდეგებოდა დაწესებულ შეზღუდვებს. იგი სრულად ეწინააღმდეგება პრო-LGBT კანონების მიღებას, ასევე რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან საკმაოდ ღრმა კავშირით გამოირჩევა. მისი სრული კონტრასტია ოპონენტი ნიკუ სარდანი, რომელიც პროუკრაინელი და პროევროპელია. პირველი ტურის არჩევნების შედეგებიდან მალევე დაეცა რუმინული ლეის კურსი ევროსთან, რაც მიუთითებს ინვესტორთა შიშებზე. გარდა ამისა, სიმეონის ანტიევროპული რიტორიკის გამო ნიკუ სორდანმას გარშემო გაერთიანდა ყველა პროევროპული ამომრჩეველი, რის მეშვეობითაც მოახერხა მან გამარჯვება. ამით რუმინელებმა შესაძლოა თავიდან აიცილეს რადიკალური მემარჯვენე კანდიდატი, თუმცა რუმინეთში დიდი პოლიტიკური ძვრებით სრულებების მოთხოვნით უკვე შეუქცევადი პროცესია.